ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია მთელი სანაპირო იყიდება უცხოეთის მოქალაქეებზე, მან მოხდება ეხლა ეს პროცესი მიმდინარეობს. თან კონკრეტულად არაბები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის მიწები გადაყავთ არასასოფლო სამეურნეო სტატუსში და ყიდიან უცხოელებზე. შეტანილია პროექტი, რომლის დადგენის შემთხვევაში, დამტკიცების შემთხვევაშიც ამ შპს ცენტრს ახალი დასახლების აშენების საშუალება და სამოსახლოებად დაყიდვის საშუალება მიეცემა. ჩვენ ახლა აქ შევიკრიფეთ ბაზალეთის ტბაზე გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისდა აუქციონით. მოხდა სტატუსის შეცვლა, სასოფლო დანიშნულების სტატუსი უცვალეს 2021-22 წლებში სტატუსი და გადაიყვანეს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე და სასწრაფოდ უპირობო აუქციონზე მოხდა მისი გატანა და გასხვისება. ვცდილობთ რომ ახლა შეხვედრა მოხდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომ ეგება რაღაცა პოზიტიური ცვლილება მოხდეს ამასთან დაკავშირებით, ერთი რომ მეტი საჯაროობა იყოს და თელმა საქართველომ გაიგოს რა პროცესი მიმდინარეობს აქ და რატო ხდება ამ ქართული მიწის გასხვისება და მეორე ეგება ადგილზე მოხერხდეს და ეგ პროცესი გაჩერდეს, ყველაზე იდეალური ვარიანტი ეგ იქნება. შპს ცენტრის ესაა პროექტი, გაპიკული იქნა ისრაელის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ შპს ცენტრზე და ეხლა პროექტი, რომელშიც გვიდა კრიტერიები სამოსახლო დასახლებაში. ანალოგიური დასახლება ბაზალეთის ტბასთან შემდება იორგ თაუნურსის მიერ, რომელიც ახლა ნანახი გვაქვს ყველა ნაკვეთი ფაქტიურად 99% არაბების ნაპირი, რაც გაიყიდა. ნაპირი 70%-ზე მეტი. იგივე კეთდება აქაც, ხო? იურიდიული ფაქტია უკვე. შეიძლება სანიტარული მიმართულებით ამის შეიცვალოს, მაგრამ ამ იურიდიულ ფაქტთან სანიტარული ზონების დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება რომ შენობების ნებართვა არ გაეცემა ბატონო. არ მიგაჩნია მიზანი შეწყვეტა და დავასაბოთ ეს რატომაც რომ ბაზალეთიდან გამომდინარე უშუალოდ სიახლოვეს არის 140 მეტრია ბაზალეთის სანაპირო ზოლიდან დაშორებული და ეს ჩვენი დასაბუთებული დასკვნით გადავზარდეთ ისევ უკან სივრცეში. სივრციდან ახლა ქონდა რეაგირება რომ გამოუშვეს თავის თანამშრომლები შეგიძლია ჩაბრძანდნენ და ჩემოთახში მუშაობენ და დადგინდება ახლა იყო ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომლები რომლებმაც წაიღეს 2003-2005 წლის თვალმეში მიღებული სანიტარული დაცვის ზონის ქაღალდის ვერსია, ან ვაჩვენეთ, მაგრამ ვერ წავიდეთ ოფიციალურად უნდა ის გადავგზავნოთ, როგორც ხდება ხოლმე იმიტომ დოკუმენტი ისე ხელზე ვერ გავატანით. ჩვენ პირობა მივეცით ბანკურიაში აუცილებლად გადავგზავნეთ ამ დოკუმენტაციას, ისინი დაამუშავებენ, დაადგენენ სანიტარულ დაცვის ზონებს და იმ ზონებიდან გამომდინარე იქ ხელმძღვანელობები თუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ეს იორგ თაუნურსის პროექტი, რომელიც არის მართლა ვიდეოზე იდება ამ არაბების მიერ, რომ ეს ვიყიდეთ, ეს იყიდება, ეს იყიდება. ამ ნაწერები გაგებული ასობით ხება გამკვეთია. კატასტროფა ფაქტობრივად სოფელი გაჩნდება. ერთი ქართველი რო არის ცხოვრობს. რაც შეეხება მაგიორგ ტაუერს, მაგასთანაც არსებობს დასკვნა გარემოს და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან შეჩერებულია საერთოდ ნებართვების გაცემა. ნებართვების გაცემა მშენებლობაზე თუ რაზე? კი, არა, მაგათაც უნდა დეტალური გეგმის დამუშავებაზე. იმის და ჩვენ არ მოსულივართ პირველ რიგში იმ თემის გარშემო რომ მოხდა მიწის სტატუსის ცვლილება და გასხვისება, მაგის გარშემო ვტრიალებთ. ჩვენ რო ეხლა გვეთქვა როგორც ინფორმაცია ამაზე კონკრეტული ბარიერი არის, რის გამოც ეხლა ამ მომენტში არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა დასაგებია. სულ არაფერს ეგ რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ თვითონ მიწის სტატუსი როგორც იურიდიულად დადასტურებული მოვლენა, ეგეც ფაქტი გვაქვს, ფაქტი რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ დეკლარირებული პოზიციასთან და პოლიტიკასთან, რასაც ქართული ოცნების ხელმძღვანელობა ტრანსლირებს, მათ შორის ჩვენთან დებატებში ამბობდა პრემიერი, რომ ეგ არ ხდება და აგერ საბუთებით ხედავთ რომ ხდება. ეხლა სტატუსი ამ მომენტში არის ესეთი, რომ თქვენს რომ ჩვენ ეს გავაჩერეთ ამისი მშვენებლობის ნებართვების გაცემა და
ეხლა მიდის სანიტარული ნორმების დადგენა, სანამ ეგ პროცესი მიდის, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, ასე ვთქვათ, შეჯამება რომ გავაკეთოთ, არის ეგეთი, რომ მიწა გასხვისებულია უკვე, მაგას ახლა ვერაფერს ვერ უშვებით, მაგრამ იქ რომ მშენებლობის ნებართვის მიცემა არ გაიცეს, პატარა ნაკვეთებად არ დაიყოს და უცხოელებზე არ დაიყიდოს, მაგას ახლა აჩერებს ეს ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც იმიტომ ჩაირთო, რომ თქვენ იაქტიურეთ და სიტყვიერი პირობა გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან და მერისგან, რომ ჩვენი პოზიცია იქნება, რომ მან მშენებლობა არ უნდა იყოს. რაღაცა რეაგირება, რაც დაორგანიზდა მედიით, აქ ჩვენი შეკრებით, ხალხის აღშფოთებით, ეს ლოკალური შედეგი ეს არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და სანამ მასშტაბური წინააღმდეგობა არ გაჩნდა, რომ მთელი ეს გასხვისებული მიწები, ან რაც ეხლა იყიდება პირდაპირ თვალსა და ხელშუა, დღეს ხვალ გუშინ ეს იყიდება მუდმივად და არა მხოლოდ მიწები, ბინები იყიდება ათეულობით 1000 ყოველწლიურად. სანამ აი ამ მომაკვდინებელი პრინციპის გადატეხვა არ მოხერხდება, ეს უბრალოდ ძალიან დროებითი და კოსმეტიკური შვებაა, რომელიც სტრატეგიულ პრობლემას ვერ გადაჭრის.